მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი კი უკვე მესამე დღეა შემშილობს. ის ღამეს დმანისის მერიასთან ავტომობილში ათვენებს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, ითხოვს ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. ცნობისთვის ლაშა ჩხვიმიანი 2017-21 წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ის მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. მესამე დღეა უკვე დმანისის ცენტრში, დმანისის მერიის წინ ვდგავარ. ახალს არაფერს არ ვითხოვ იმას, რაც ორთვიანი უწყვეტი პროტესტი ითხოვს ახალ სამართლიან არჩევნებს და ამ ახალი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოსული კანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას. მე სანერვიულო არაფერი არ მწეს, მე კარგად ვარ. სანერვიულო არის დღეს ბატონ თემური და მზია, რომელიც 21 დღე შიმშილობს. მე ამ ხელისუფლების იმედი არ მაქვს, რომ ეს ჩვენი შიმშილობა მათ რაღაცნაირად შეძრავს, მათ შეარყევს, რაღაც ემპათიას გამოიწვევს. მათში მე მაქვს ხალხის იმედი.